საქმე წმინდათა მოციქულთა, თავი მე-18. ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთეთ და პოვა ვინმე ჰურიაის სახელით აკვილა, პონტოელი ნათესავით, რამე თუ მაშინ ოდენ მოსრულიყო იგი იტალიაით და პრისკილაც სოლიმისი, რამე თუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ხრომით. მოვიდა მათთა და რამე თუ ერთი ხელოვნება იცოდეს იყოფოდა მათთანა და იქმოდა რამე თუ იყვნეს ხელოვნებით მეპრატაკე და ეტყოდა შესაკრებელს ამას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა და ოდეს მოვიდეს მაკედონიაით შილა და ტიმოთე აწვევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს ხოლო იგინი ვით არ უხდებოდეს და ჰქმობდეს განიყარა მათ ზედა სამოსელი თვისი და რქუა მათ სისხლი თქვენი თავთაზე და თქვენთა უბრალო მცავარ მე ამიერდგან წარმართა მიმართ მივიდე და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახსა ვისამე რომელსა სახელი ერქვა ტიტოს ძისა იოსტოისა ღმრთისმსახურისა რომელსა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას ხოლო კრისპოს შესაკრებლის მთავარს და რწმენა უფალი ყოვლით ურთსახლეულით მისით და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და რწმენა და ნათელს იღებდეს რქუა უფალმან ჩვენები დღამე პავლეს ნუ გეშინინ არამედ იტყოდე და ნუ ზდუმი რამ თუ მე ვარ შენთანა და არავინ შეუძლოს ბროტის ყოფად შენ და რამ თუ ერი მრავალი არ სჩემდა ქალაქს ამას შინა და დაყომუნ ერთ წელ და 6 თვე და ასწავებდა მათ შორის სიტყვასა ღვთისასა ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაისაი ზედა მიუხდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე და იტყოდეს ვითარმეთ თვინიერ ჯულისა ურჩიქმს ესა კაცთა მსახურებად ღმრთისა და ვითარცა ეგულებოდა პავლეს აღებად პირისა რქვა გალიონ ჰურიათა მათ უკვე თუმცა იყო შეცვლებათაგანი რაიმე ძვირის საქმე ბოროტი ჰოი ჰურიანო სიტყვისა მისებრმცა თავს ვიდევ თქვენი უკვე თუ ძიებაი რაიმე არ სიტყვისათვის და სახელებისა და ჯულისა თქვენისა თქვენი ხილეთ რამე თუ მე მსაჯულ გევითართათვის არამნებავს ყოფათ და განასხნა იგინის საყდრისაგან მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართა სოსთენი შესაკრებლის მთავარი და სცემდეს საყდარსა წინაშე და რა სრუნვიდა ამათ სგანსა გალიონ ხოლო პავლე დააღავე ადგრა მრავალ დღე ძმათათანა და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად და მისთანა პრისკილა და აკვილა ხოლო იკვეცა მან თმა კენქერს რამე თუ აღთქმაი აღეთქუა და მიიწია ეფესოდ იგინი დაუტევნა მუნდა შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ და ვით არ იგინი ჰლოცვიდეს უმეტეს რე ჟამსა დადგრომად მათთანა არა ინება არამედ იჯმნა მათგან და თქვა ჯერ არ სჩემდა დღესაც სწავლს ამას მომავალსა იერუსალემს აღსრულებად და კვალად მოვიდე თქვენ და ნებითა ღვთისაითა შევიდა ნავსა ეფესოით და შთავიდა კესარიად აღვიდა და მოიკითხა ეკლესია და შთავიდა ანტიოქიად და იყო ჟამი რაოდენიმე და განვიდა და მივიდოდა შემდგომად გადაწელთა სოფელსა და ფრიგვიაისასა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა ჰურია ვინმე აპოლო სახელით ალექსანდრიელი ნათესავით კაცი სიტყვა მეცნიერი მოვიდა ეფესოდ ძლიერ იყო წიგნთაგან ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა ეტყოდა და ასწავლებდა ჭეშმარიტად იესუისთვის და იცოდა ნათლისმცემალი ხოლო იოანესი ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მიიყვანეს იგი და უჭეშმარიტესადრე უთხრეს მას გზაი იგი უფლისაი და ვით არ იგი ეგულებოდა მას აქაიად წარსვლად უბრძანეს ძმათა და მიწერეს მოწაფეთა მათ შეწყმარება იმისი რომელი მივიდა და შეეწევდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ რამე თუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერთსა წინაშე და უჩვენებდა წიგნთაგან ვითარმედ არს ქრისტე იესო